დავიწყებთ თემაზე დისკუსიას. სტუდიაში მინდა წარმოგიდგინოთ მაესტროს ფაქტორის სტუმრები დავით სუბელიანი, ადამიანი, რომელიც ხშირად მონაწილეობს აქციაში, რომლებიც იმართება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით. გოგა ხაჩიძე, პარლამენტის წევრი, კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, რომ უნდა შეიცვალოს მიდგომა ამ მომხმარებლების მიმართ, ასევე ფილოლოგი გურამ პალავანდიშვილი და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბატონო გოგა, პირველი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ, როდის შეიძლება შეიცვალოს კანონი, რომელიც მარიხუანას მომხმარებლებს გაათავისუფლებს პატიმრობისგან? ძნელია ამაზე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა მე მინდა ძალიან მოკლედ ერთგვარი ჩარჩოები შემოვხაზო ამ კანონის, იმიტომ რომ ხშირად მინდა სპეკულირება, აქ საუბარია რაღაცა თითქოს ვიღაცა პოპულარიზებას ახდენს ამ თემს და ასე შემდეგ. საუბარი არის ამ კანონპროექტით, ჩემი კანონპროექტით, საუბარი არის ამ შემთხვევაში მხოლოდ მარიხუანაზე, მხოლოდ მცირე რაოდენობაზე, რომელსაც განსაზღვრავს კანონი, ესეც კანონით არის განსაზღვრული და მხოლოდ მოხმარებას. ამაზეა საუბარი, რომ აი ამ სეგმენტში კონკრეტულად არა დიდ რაოდენობაზე, არა გასაგებაზე, არა სხვა ნარკოტიკებზე, რომელიც ასევე ცალკე მსჯელობის საგანია, ბუნებრივია. არამედ აი ამ კონკრეტულ რამეზე არ დავიჭიროთ და არ ხდებოდეს ადამიანი ამის გამო კრიმინალი. იცით, ხშირად მინდის ხოლმე სპეკულირება, რომ აი თქვენ რაღაცა შემდეგ იმას მოითხოვთ, შემდეგ ამას. ამაზე არის მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომ შემდეგი იქნება ლეგალიზაცია. მაგალითად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად დანიშნა და ბატონი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად გაიყვანა, ის ადამიანი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ, ძალიან ზომიერი კომენტარი გააკეთა, თქვა, რომ უნდა გავითვალისწინოთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკაო და ასე შემდეგ. რაც კარგია, თუ გავითვალისწინებ, ძალიან კარგი იქნება. საუბარი არის მხოლოდ ამაზე და არის ხოლმე კიდევ სპეკულირება იმის, რომ რატომ ადრე არა, რატომ ახლა მოგინდათ. ამას აქვს ძალიან ბევრი კონკრეტული მიზეზი, თუ მომეცემა საშუალება ბუნებრივია ჩამოთვლილ. რატომ ადრე არა, რატომ ახლა და რატომ არის აუცილებელი ზოგადად, რომ მარიხუანას მომწევი ადამიანი, მომხმარებელი არ დავაჯინოთ ციხეში. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ამ თემაზე ხშირად უწევს ხოლმე ოპონირებას იგივე პარლამენტის წევრებს, ინიციატორებს, რომლებიც ითხოვენ ცვლილებებს და დეკრიმინალიზაციას. რატომ არა დეკრიმინალიზაციას? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მსმენელს. პირველ რიგში მინდა უბრალოდ არ მინდა დავტოვო კომენტარის გარეშე ბატონი პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ზოგადად არა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისთვის სასჯელები უნდა იყოს ჰუმანური, ამაში კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით, თუნდაც ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მისი უკანონო მოყვანა, გასაღება, გადაზიდვა, ეს არ არის ძალადობრივი თავისი არსით, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ ძალადობრივ დანაშაულს აღემატება თავისი, ასე ვთქვათ, ზიანის მიყენების მასშტაბებით. ასევე თაღლითობა და უამრავი სხვა არაძალადობრივი დანაშაული. მეორე მხრივ ბატონ პრემიერთან დაკავშირებით გავაკეთებდი კომენტარს ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთის მხრივ ის რომ თქვათ მე ვეთანხმები მას იმაში, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია არის პირველი საფეხური ლეგალიზაციისკენ, რა მოთხოვნებით სხვათა შორის გაჩნდა და თქვენ შეგიძლიათ იხილოთ 2013 წლის 15 მაისის ჩანაწერი სტუდია Prime Time-ში ძალიან დიდი საზოგადოება შეიკრიბა სწორედ ლეგალიზაციის მოთხოვნით, არ მეშლება და არა დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და ორმაგი სტანდარტი რაში მდგომარეობს, იცით? ჩვენ ეთერში ახლა რეკლამის დრო აუცილებლად მოგცემთ თქვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას. რეკლამის შემდეგ ჩვენ ასევე შემოგვიერთდებიან მამა თეოდორე გიგნაძე და პოეტი ტორესა მოსი და გავაგრძელებთ საუბარს თემაზე და თქვენ შეგიძლიათ თქვენი პოზიცია გამოხატოთ ინტერაქტივის მეშვეობით, მხარს უჭერთ თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მაესტროს ფაქტორი აგრძელებს პირდაპირ ეთერში მუშაობას, ვსაუბრობთ თემაზე მარიხუანას დეკრიმინალიზაცია. უნდა აკავებდნენ თუ არა ადამიანებს საქართველოში ეგრეთ წოდებული პლანის მოწევისთვის. ჩვენი ინტერაქტივის კითხვა, მხარს უჭერთ თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, ზარი უფასოა, შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი ოპერატორიდან და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შემოგვიერთდებიან დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და ასევე მწერალი ტორესა მოსი, მათ მოგვიანებით ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, მანამდე კი გავაგრძელებ საუბარს ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, რომელიც არის მოწინააღმდეგე მარიხუანის დეკრიმინალიზაციის. რატომ არა? ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბებ იმ ფრაზას, რომელზეც საუბრობდით, ხოლო ბატონი პრემიერ-მინისტრი, რომელიც სიფრთხილეს გამოხატავს დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას მიიჩნევს ლეგალიზაციისკენ პირველ ნაბიჯად, ამ დროს
ხელისუფლების დონეზე მხარს უჭერს იმას, რომ ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდის, ანუ შემომტანი, ნარკოტიკული საშუალების შემომტანი სასამართლო დარბაზიდან თავისუფლდება 15000 ლარის ფასად. ეს არის ორმაგი სტანდარტი, ჩემი აზრით, და აქ საზოგადოება ხარ არ მინდა მე კონკრეტული გვარის და სახელის დასახელება, ნამდვილად არ არის. ჩემი მიზანი ვიღაცის დისკრედიტაცია, მაგრამ ფაქტია, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ამ ფაქტის წინაშე დავდექით. რაც შეეხება თავად ბატონი გოგა ხაჩიძის ინიციატივას. მე მინდა შევეკითხო და თან შევახსენო ბატონ გოგასაც იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 2007 წელს დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტში გლობალური ფონდისა და ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის მიერ, როგორც საკანონმდებლო პაკეტი ნარკოპოლიტიკის განსაზღვრელი საკანონმდებლო ინიციატივა. აქ შედიოდა ჯანდაცვის შესახებ კანონი, ორგანული კანონი, საარჩევნო კოდექსი, აქ შედიოდა ასევე რამოდენიმე კანონი, რომელიც მათ შორის მოიხილავდა სტატუსის განსაზღვრას ნარკომომხმარებლებისა, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ წამალზე და ასე შემდეგ. მაგრამ რატომღაც მაშინ თქვენი მთავრობის დროს ბატონო გოგა და ახლა ნიშნის მოგებით ნამდვილად არ გესაუბრებით, იმიტომ რომ თქვენ გახასიათებთ ამ შემთხვევაში ობიექტურობის განცდა, ვინაიდან ძალიან სერიოზული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ბრძანდებით, რატომ არ მოხდა თქვენ დროს განხილვა ამ კანონისა, რომელიც მათ შორის 273 მუხლში, რაც თქვენ გაქვთ წარდგენილი, მოიცავდა ცვლილებების იმგვარ, ასე ვთქვათ, ერთობლიობას, რომლითაც უნდა მომხდარიყო დეკრიმინალიზაცია, ანუ სისხლის სამართლის წესით აღარ დაიჯებოდა პირი, რომელმაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მოიხმარა განმეორებით ნარკოტიკული საშუალება და ეს მოხდებოდა ადმინისტრაციული წესით. მაშინ ამაზე თქვენი მთავრობა და ხელისუფლება ხმას არ იღებდა, იმიტომ რომ ყოველ კალენდარულ წელიწადში 30, 35 და 42 მილიონი შემიძლია ჩამოგითვალოთ 2008, 2009, 2010 წლები დამატებითი სასჯელებისა და ძირითადი სასჯელების სახით, როდესაც პირს ეკისრებოდა ჯარიმა, ყოველ კალენდარულ წელიწადში ბიუჯეტში შედიოდა როგორც არასაგადასახადო სეგმენტი მილიონობით ლარი. მაშინ თქვენი მთავრობას დუმდა, იმიტომ რომ ეს იყო ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო. დღეს თქვენ ხართ ინიციატორი. სასაცილო, იცით რა არის, სატირალი რო არ იყოს. ხელისუფლება როგორ ვერ დაგასწროთ აი ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დაწყება. აი ეს არის საინტერესო. ჯერით ახლა ვერ ვიტყვი რომ ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო იყო, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან კონკრეტულად, რომ ალბათ 2008-9 წლის შემდეგ განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში იყო უკვე საკმარისი რესურსი იმისთვის, საკმარისი ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციები, რომ სახელმწიფოს მართლა რეალურად გადაედგა ნაბიჯები ზოგადად მთელ ნარკოპოლიტიკის. არ ვიცი, ვერ გეტყვით, იცით რა, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც ასე ვთქვათ ისეთი კონკრეტულად ასე ვთქვათ გამოყოფილი ოპოზიციური ძალა ვერ იღებს ამ ფუნქციას თავის თავზე. ერთგვარი მომენტი არის ახლა ეს ალბათ ჩემთვისაც რაც განსხვავებული. იცით რა, ბუნებრივია ხა თქვენი ინტერაქტივიც მოწმობს, რომ ეს არ არის თემა, რომელზეც კონსენსუსი არსებობს და ყველა თანახმა ან აქეთ ან იქით, ხო? ძალიან ესეთ რთული თემა, საკმაოდ საკამათო თემა და ხელისუფლებაც, ისევე როგორც ოპოზიციაც, ასე ვთქვათ, ყველანი უფრთხიან იმას, რომ ისეთ თემა შეიძლება ელექტორალურად დაზიანდე, ან არ დაზიანდე. არ ვიცი, ასეთ თემა. მე როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა სხვა შორის ისე შევიტანე ეს საკანონმდებლო ინიციატივა, მე ვფიქრობ, რომ ის რომ როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ამის წვლილი არის იმაში, რომ განხილვები მიდის მეტნაკლებად გარკვეულ ობიექტურ გარემოში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აბსურდული საინტერესო რას ფიქრობენ თვითონ ადამიანები, რომლებიც მუდმივად მართავენ აქციებს, როგორც მთავრობის კანცელარიასთან მიდიან პარლამენტში, რომ შეიცვალოს სახელმწიფოს და კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსში მიდგომა მარიხუანას მომხმარებლების მიმართ. რავით, სუბელიანი მინდა ჩავერთოთ დისკუსიაში და ახსენეს, რომ ხელისუფლება ვერ ბედავს ამას. რატომ? არ ვიცი, ძნელი სათქმელია. მე არ ვფიქრობ, რომ ვერ ბედავს. ეს არის რაღაცა ფაქტორი, რომელიც ვერ გაბედავს უკავშირდება ბავშვთა ელექტორატის დაკარგვა. შეგვიძლია იმჟელოთ. შეიძლება მოემატოს, ხო? სადღაც მოემატება, სადღაც დაკლდება, მაგრამ ეს შიში, იმიტომ რომ ათეულობის წლების განმავლობაში, თითქმის საუკუნის განმავლობაში სტიგმატიზირებული თემა მთელი მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი გადასახარშია, იმისთვის თვალის გასწორება, რომ ადამიანი, რომელიც მოიხმარს რაღაც სუბსტანციას, ამისათვის ის არ უნდა იდევნებოდეს და არ უნდა იჭებოდეს, იმიტომ რომ ადამიანის ძირითადი თავისუფლება, ასე ვთქვათ, საკუთარ თავის მოეპყროს, ისე როგორც მას მოესწრონება. ოღონდ სისხლის სამართლებით დევნის საფუძველი ეს არ უნდა იყოს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო მთელ მსოფლიოში ესე იყო, თუმცა ახლა ეს ტრენდი იცვლება. საქართველოში არის მომხმარებელთა დიდი
ესე ვთქვათ, ჯგუფი სხვა ნარკოტიკების, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ამ ქვეყანაში და ამ ადამიანებმა დაიწყეს ხმის ამოღება და იმედით რომ ეს მთავრობა დაუშვათ როდესმე გაიგებს, რომელიმე მთავრობა როდესმე გაიგებს, რომ ადამიანს საშუალება უნდა მიცეს, რომ იცხოვრონ მას როგორც უნდათ, ამას ვერ აკეთებენ. ბევრ ქვეყანაში ესეა და მე ვეჭვობ რომ საქართველოშიც ესეა. არ არის ეს ვერ გაკეთებასთან დაკავშირებული. ეს არის ძალიან კარგი პოლიტიკური იარაღი. იყო ძველი მთავრობისთვის და ჩემო დღევანდელი მთავრობისთვისაც. არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისათვის და ამის მაგალითები ბევრი გვინახია, თუნდაც იგივე სპორტის სფეროში განვითარებული მოვლენებსაც რო გადავალთ, იქ დიდი ეჭვის აღუძვრელია, როგორ იქნა გამოყენებული ადამიანის დაპატიმრება წინადღეს რაღაც ხმის ჩამორთმევის მიზნით და არის ხო ეგეთი ეჭვები. ეს არის ადამიანზე ზემოქმედების კარგი გზა ხელისუფლებისთვის. კი, რა თქმა უნდა, ეს ხილული მაგალითებია. ჩვენ გვაქვს უამრავი არახილული მაგალითი, თქვენ არის რეგიონებში, სოფლებში რა ხდება, სადაც ადამიანი რომელსაც ყანაში მუშაობს და სიმინდი მოყავს და იქვე სადღაც ერთი ძირი კანაბისი იზრდება იმისათვის რომ რაღაცა საღამოს გაერთოს თავისთვის დაისვენოს მძიმე სამუშაო დღის მერე და მას არ აქვს საკვები და ანუ ისედაც ისე გაჭირებით ცხოვრობს ხო შემას დევნი არც ძალიან დიდ ფულს ეს ოჯახი შენზე დამოკიდებული ხდება მე მინახია სოფლად რეგიონში მინახია ადგილობრივი პოლიციის უფროსი არის ნამდვილი დირექტორი რომელიც მართავს იქ ადამიანებს ერთ-ერთი დიდი ბერკეტი ეს არის და ამას ვერ ელევა რა თქმა უნდა ძალიან ძნელია რომ შეელიოს ამას ხელისუფლება თუმცა უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის ძირითად უფლებებზე ამას ჩვენ ვერ გავექცევით თუნდაც გლობალური პოლიტიკის ძალიან თანმიმდევრული და სწრაფი ცვლილების გამო დიდი წნეხი იქნება ჩვენ მთავრობაზე აუცილებლად. ამიტომ ნიშნები ამისგან გათავისუფლების გვაქვს. ჩემი აზრით, ჩემი იდეალისტური პოზიციიდან გამომდინარე, მარცხი არაზე ეხლა დღეს საუბარია, მხოლოდ იმაზე ვარ დაიჭირო, იმიტომ რომ ეს არის რეალურად ერთის მხრივ წაგებული ომი. ჩვენ ამდენი ხალხი ვსაუბრობთ დეკრიმინალიზაციაზე, იმის აღიარებაზე, რომ ეს არ არის კრიმინალური ქმედება. ჩვენ ეს ვერ მივიღეთ. დღეს მთავრობამ კომიტეტებმა უარი თქვეს, არა, თქვეს რომ მოდი, არა, ეს არის კრიმინალი, უბრალოდ ციხეში არ წავიდეს. კარგია, ბევრი ადამიანისთვის კარგია, უკეთესია, რომ ციხეში არ წავლენ, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ დავტოვოთ ეს როგორც კრიმინალი. საზოგადოებრივ შეთანხმებას ეს არ არის დანაშაული.